კომუნიკატორი ისევ პირდაპირ ეთერშია და შეგახსენებთ ტელეფონის ნომერს 24930 და კომუნიკატორი შეგიძლიათ აკრეფოთ საძიებო ველში, დაგვეკონტაქტეთ, მოგწერეთ, ან დაგვირეკეთ, ან მოგვიყავით ნებისმიერი ინფორმაცია. ხმა მოგვაწვდინეთ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, ან იმ თემებზე, რომლებზეც დღეს თქვენთვის მუშაობთ. პრინციპში, იქიდან გამომდინარე თემებიც გაინტერესებთ, ძალიან ისე მარტივად შევძლებთ, რომ რაღაც გარკვეული წუთებით, დროით მაინც შევცვალოთ ხოლმე რაკურსი. ჩვენ რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს, ისევ ინტერნეტ სკანირებას ვაგრძელებთ. ერთ-ერთი არის სტიქის შემდეგ ზოოპარკი საკმაოდ დაზარალდა და ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს თავისებურად დაეხმაროს. ერთ-ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ სკოლის მოსწავლეები, რამდენიმე სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ და გადაწყვიტეს, რომ ხელნაკეთი ნივთები, რომელსაც ისინი შექმნიან, გამოიტანონ გასაყიდად. დღეს 7 საათიდან მოხდება ამ ყველაფრის გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა და მას შემდეგ რაც თანხა შემოვა, ანუ შემოსული თანხა გადაერიცხება ზოოპარკს. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის აქციები და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის წვლილი ასეთი ტიპის საკითხებში, იმიტომ რომ თითოეულ თეთრს საბოლოო ჯამში უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე. ეს ამბავი დღეს იქნება 7 საათზე და ჩვენთან ახლოს ბუკიას ბაღში და ძალიან მნიშვნელოვანია უბრალოდ ერთ-ერთი პრობლემა რაც შეიძლება იყოს არის გაფუჭებული ამინდი და იმედი მაქვს რომ არ შეგაფერხებთ ეს ამბავი და თქვენც მიხვალ და თქვენს წვრილს შეიტანთ და შეიძლება ითქვას სკოლის მოსწავლეებს ხელს შეუწყობთ ასეთი ჰუმანური აქციის სრულყოფილად ჩატარებაში. კიდევ ერთი მესხებთან დაკავშირებით უნდა მოგახსენოთ კარგი ამბავი, ეს ეხება სამცხე ჯავახეთის მოსახლეობას. თქვენთვის სასიხარულო ამბავია ის, რომ დემოკრატ მესხთა კავშირმა გადაწყვიტა უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს სამცხე ჯავახეთის მოსახლეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენიმე რეგიონალური ცენტრი შეიქმნება ახალციხესა და ახალქალაქში. თუ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ და გენდომებათ, რომ რაღაც გარკვეული ტიპის უფასო იურიდიული კონსულტაცია მიიღოთ, შეგიძლიათ რომ მიხვიდეთ ამ კონკრეტული მის რა ქვია NGO-ს არასამთავრობო ოფისებში და ასევე კიდე მეორე ამბავი ის არის რომ შეიქმნება მობილური ჯგუფები რომლებიც გადაადგილდებიან ანუ ნებისმიერ შემთხვევაში იმ შემთხვევაში თუ კი ვერ ახერხებთ სოფლიდან ჩამოსვლას ახალქალაქსა და ახალგორში ძალიან მნიშვნელოვანი ახალქალაქსა და ახალციხეში უკაცრავად ახალგორი ცოტა ისეთი ამბავია შესაძლებელი იქნება რომ დარეკოთ ცხელხაზე და ეს ჯგუფები თქვენთან მოვლენ და ასე გაგიწევენ იურიდიულ დახმარებას და კონსულტაციას ეს მართლაც მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ იმ დღიდან მოყოლებული რა დღესაც კომუნიკატორი ეთერში გავიდა შეიძლება ითქვას რომ ყოველდღიურად არის ერთი ან ორი ზარი იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით სწორედ ამიტომ ჩვენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობთ და გარკვეულ საკითხებს რიგ საკითხებს განვიხილავთ ხოლმე საჯაროდ ისე კი არის რაღაც კონკრეტული შემთხვევები და საკითხები რომლებზეც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უფასო კონსულტაციას უწევს ჩვენს მაყურებელს მაგრამ მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ორგანიზაციების შექმნა რეგიონებშიც იქიდან გამომდინარე რომ ყველას არ აქვს საშუალება დედაქალაქში ჩამოვიდეს ან მოახერხოს რაღაცნაირად კონსულტაციის მიღება. კარგი საზოგადოების მანიშნებელიც ერთ-ერთი ის არის რომ არ გჭირდება მაინც და მაინც დედაქალაქში ჩასვლა შენი კუთვნილი სერვისის მისაღებად და შენ თემში შეგიძლია ყველაფერი ხელმისაწვდომი გქონდეს.